მოგესალმებით ყველას, ეს არის ბათუმის ვლოგი და ჩვენი მძღოლი არის ქალბატონი ნათია. დედა, დაიღალე მგზავრობით? დაიღალე მგზავრობით? დანკინის ყავა გიშველის? გვაჩვენებია? რა შევკვეთე? ლატეცივი, ნაპინები. ჩამოვედით და პირდაპირ ზღვაზე გამოვედით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ხალხია. რა თქმა უნდა, ბათუმის ზღვა არ არის ისეთი სუფთა მაგალითად როგორც მე მიწოდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგია ზაგრის მიღება. ახლა გავხედებთ წინ. გამოვიყურები ასე. მოკლედ ფეხზე კიდე აი ესე. და ჩანთა. ჩანთა და მოხსენებული ერთი ეს მოხდა და ერთი ეს. და ფიქრობ ამას. ჩამოვედით გონიოში, იმიტომ რომ აქ უფრო კარგი წყალია და ვარ ჩემს მეგობართან ლიანასთან ერთად. ეხლა გაჩვენებთ წყალს და საერთოდ იმას რომ გონიო ჯობია სანაპიროთი ბათუმს. ან ნახეთ რა სილამაზეა, ბუნებაც, სანაპიროც ძალიან კარგია გონიოში. უფრო მომწონს ვიდრე ბათუმი. 2 წლის წინ მე აქ ცხოვრობდი, რაღაც პერიოდი და კარგად ვიცი გონიო. იმიტომ რომ ისედაც მიყვარს სეირნობა, აი ნახეთ. როგორი ხედია. და მაშინ რო შემიყვარდა გონიო. ნაკლები ხალხია, უფრო სუფთა წყალია, შეზლონგებიც კი უფრო მეტად მომწონს აქ, იმიტომ რომ გუშინ ბათუმის სანაპიროზე ვერ ვნახე ესეთი. მოკლედ გონიო ტოპ. გონიოში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩამოვედით ისევ ბათუმში და ველოდებით მზის ჩასვლას, ჩემ დასუნდა ფოტოები და მე უნდა შევიდეთ Grand Mall-ში, რომელიც მე ძალიან მიყვარს. დედა, შენ რა სიტყვი მოგეწონა გონიო? ბევრად უკეთესია ვიდრე აქ. პლაჟიც, სხვა სისუფთავით და უფრო სიმშვიდე აქ ძალიან ბათუმი ძალიან ხმაურიანია. ძალიან. Grand Mall-დან შემოგთავაზებთ კიდე რაღაც ვიდეოებს. ესაც ჩვენი ვახშამი. ჭამის კადრებს აღარ გაჩვენებთ. ყველის соуსი მიყვარს ყველაზე მეტად ვენეცში. ესე იგი, ახლა გამოვედით სახლიდან, მივდივართ რაღაც ადგილების დასათვალიერებლად, მანქანით. ახლა დაგათვალიერებინებთ ბათუმს. კი, მარჯვნივ სწორად უხო. როგორი მაღალი შენობებია. არა, აქ კარგად მოვედით ევროპის მოედანზე. ესეთი სიტუაცია არის, ნახეთ რა ლამაზია. სილამაზეა. შეგახედებთ ახლა შიგნით როგორ გამოიყურება. ხელნაკეთი ნივთები არის გამოტანილი.
ჩვენ მოვედით Celebshine ბუტიკში. მარიამ შულს დაფუძნებული და ახლა შევიდეთ და ვნახოთ დავათვალიეროთ როგორი სიტუაცია არის. ესე გამოიყურება შიგნიდან, ძალიან ლამაზია მართლა. ესეც კი თვითონ კაბები, ნახეთ რა ლამაზია, თან ფერების მიხედვით რომ არის მისაღებეთ ძალიან ლამაზი აქვთ. ანუ მოსაცდელი და კაბები არ ვიცი, ალბათ რამეს მოვიზომავ და ნახავ. პირველი კაბა არის ესეთი. ფერი ძალიან მომწონს. აი ჩემს ხასიათში ჯდება რაღაცნაირად. სხვებსაც ნახავ და ბოლოს გადავწყვეტ. შემდეგი არის ესეთი კაბა. უბრალოდ ცოტა დიდი მაქვს ამაში. აი ეს იცით როგორი კაბაა? აი ესმერალდავე ჩაიცმევდა. ძალიან მომწონს. მართლა. მაგრამ მგონი სხვა რამზე შევაჩერებ არჩევანს და აი დაახლოებით 40-50 წლის რო ვიქნები, ან შეიძლება 35-იც, მე დავიწყებ ესეთი კაბების ტარებას და ეხლა რასაც ავირჩევ, მაგას გაიგებთ რა ვიცი როდის. Instagram-ზე, გადმოდით ჩემთან Instagram-ზე და იქ გაიგებთ რომელი კაბა ვიყიდე. შეეხუტეთ ერთმანეთს. ვიწყებთ გადაღებას და ვნახოთ როგორი გამოვა. ქორო. დაჭირე? მე გუფარებით იქ. ესეთი გამოვიდა, სხვა გზა არ იყო, 3 ძლივს ვეტეოდით. მოგწონს დე? კი, ძალიან კარგია, მომწონს. შენ? მოკლედ მოვედით რომ საბაგიროთი ავიდეთ ზემოთ. ნახოთ როგორი ხედი იქნება ზემოდან. არასდროს არ ყოფილვარ საბაგიროთი ასული და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. მოკლედ ამოვედით, ბილეთი ღირდა 39 ლარი და შედიოდა გასართობი მაგ-ფასში, ოღონდ მხოლოდ ქართველებისთვის, უცხოელებისთვის არა. ნახეთ რა სილამაზეა. დღეს მაქვს უბედნიერესი დღე, იმიტომ რომ ვარ სხვა ქალაქში დასათვალიერებლად და დასასვენებლად, ჩემ ოჯახთან ერთად დედასთან და აი ესეთი ხედებია ჩემს გარშემო. აი როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი მითხარით. ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩვენს ცხოვრებაში. ცოტა მე მგონი საშიშია, ხო, ბავშვებო? მაგრამ მე ვარ ნამყოფი სვანეთის საბაგიროზე. თქვენი აზრით რამე შემაშინებს მაგის მერე? იქ რო არის გადასავარდნი თოვლში მით უმეტეს, რომელიც 3 მეტრიანია. აი შიშიც მაგას ქვია. მაგის მერე დიდად არ მეშინია. ამოვედით და აი ესეთი ხედი დაგხვდა. ნახეთ რა ლამაზია. მთელი ბათუმი ჩანს. თავიდან ბოლომდე. მოკლედ მეგობრებო, ნამდვილად ღირს აქ მოსვლა. დაგხვდებათ ნაყინი, რესტორანი, ეს ლამაზი ეკლესიაც არის. ახლა ქვემოთ ჩავალ და იქაც გაჩვენებთ რა ხდება. ლამაზი ფანტანი, გადასაღები სივრცეები და კეთილმოწყობილი სივრცე. შევდივართ სარკეების ოთახში და ცოტას დავიბნევით. ვაიმე. მე საერთოდ უნდა წავიდე, უკვე დავიბნე. ერთი წუთი. ერთად თუ იაროთ, ხო? გასართობებს რაც შეეხება, აგერ ვიდეოში კი ხედავთ. ნახოთ ფოტოგადასაღების სივრცეები, რომლები არის ძალიან კარგი. ნახეთ შტატივებიც კი უდგათ, რომ გადაიღონ. აი ესენი არის ჩემი სივრცე ნამდვილად. ეს რა არის? ძალიან საინტერესოა. აბა წავედით პარიზში. ბიზნეს კლასია ჩვენ პირადად თვითმფრინავებად მეოთხე კაცი არ აყავს რა სამწუხაროდ, მაგრამ აი აქ უბრალოდ ჩანთებს ვალაგებთ ხოლმე რა, ჩანთებისთვის შევიძინეთ. ეს 4 ადგილიანი პატარა თვითმფრინავი. როგორ მოგწონთ მეგობრებო?
ესე იგი, ლუკა პოლარე, როგორი მოწესრიგებული კომპანია, ჩემი აზრით, ჯერ ხო ფასები აქვს სრულიად მისაღები. ბათუმში რო ჩამოდიხარ, სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან ცივი ყავა ღირს 15 ლარი. და აქ ბევრად ნაკლები. ცივი ყავებიც ავიღე, წყალიც ვიყიდე, ანუ ყველაფერი გამიმზადეს აბსოლუტურად, ტელეფონიც დამატენინეს. აი, ძალიან საყვარელი გოგოები იყვნენ ისედაც. ყავების საყიდად გამოვედი და ლამის ბოლომდე ჩავედი. როგორც იქნა შემოვედით რესტორანში და ახლა ავდივარ ზემოთ. მოკლედ ჭამეთ ჰაჭარული ხაჭაპური, ჩემადან პელმენი ხვაბიში შეუყვეთა და ხინკას ველოდებით კიდე. ჩვენ სასტუმროს ზემოთ ამოვედით პანორამაში. გავიარეთ Face ID და ახლა შევდივართ ნახოთ როგორ სიტუაცია დაგვხვდება. აი დედა ჩემმა ახალი კაბა ჩაიცვა დღეს რაც ვიყიდეთ და ჭკუაზე არ არის. რა სილამაზეა ნახეთ. დღეს პირველად მოვედი ციხისძირის სანაპიროზე და უბრალოდ ნახეთ რა სილამაზეა. აი დაუჯერებელი ზღაპრული, არა ამქვეყნიური. ეს არის საქართველო, მეგობრებო. ეს არის საოცრება. საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს, აბსოლუტურად. ტყე გინდა, ჯუნგლები, მთები, ზღვა, აბსოლუტურად ყველაფერი. მოკლედ ჩვენი მოგზაურობა დასრულდება ციხისძირში და უკვე გავემართებით რუსთავისკენ. ძალიან კარგი დღეები იყო. ციხისძირს 10-დან 10. მაგრამ როგორც აი სანაპიროზე რომ წყალში შეხვიდე და ასე შემდეგ, მაინც გონიოჯობია, რადგან აქ ჯერჯერობით მხოლოდ ამ ადგილას მოვედი, სადაც ქვები არის და ესეთი სივრცე. და იქით სანაპირო ჩანს, მან არ ვარ ნამყოფი. შემდეგ წელს მანდაც წავალ და მერე გეტყვით, ალბათ. მაგრამ მაინც გონიო რა, გონიო მერჩევნია მაინც. აბა გემშვიდობებით. კითხოთ, თიკოს როგორ მოეწონა ეს დღეები და დედასაც და გემშვიდობებით ხედით. თიკო, როგორ მოგეწონა? ძალიან კარგი იყო. დედა შენ? მზეს ძალა არ აქვს. და სადღა მივიღო ზაგარიო, მაგრამ ზაგარს ნებისმიერ ადგილას მიიღებ. მთავარი ეს ემოციებია, რასაც აქ განიცდი. გემშვიდობებით.